რადიოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის მაიონიზირებელი გამოსხივების წყაროების გამოყენებას თეორიასა და პრაქტიკაში დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. დღესდღეობით დაავადებების უმეტესი ნაწილის დიაგნოსტირება ხორციელდება ძირითადი გამოკვლევის მეთოდებით, როგორიცაა რენტგენოგრაფია, ეხოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია. გამოკვლევის შედეგების მიხედვით შეგვიძლია განსაზღვროთ მკურნალობის სწორი ტაქტიკა, რაც გამოჯანმრთელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. დღესდღეობით ადრეულ დიაგნოსტიკას აქვს გადამწყვეტი როლი მედიცინაში, განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადებების დროს, სხვადასხვა დაავადებების მიმდინარეობისა და გამოსავლისთვის. იმის დამიხედვით, თუ რომელ დაავადებასთან გვაქვს საქმე, შეგვიძლია მკურნალ ექიმთან ერთად განსაზღვროთ, თუ რომელი გამოკვლევის მეთოდია უმჯობესი ამა თუ იმ კონკრეტული შემთხვევისთვის. ჯოინის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გვაქვს უახლესი თაობის კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელსაც აქვს მრავალი დადებითი ფუნქცია, მაგალითად ჭარბწონიანი პაციენტების გამოკვლევის საშუალება, რომელიც ადრე პრობლემას წარმოადგენდა და დღეს უკვე შეგვიძლია გამოვიკვლიოთ ასეთი პაციენტები. გვაქვს ბავშვთა ცალკე პროტოკოლები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დასხივების თვალსაზრისით, ანუ აქვს მინიმალური დასხივება, მკაფიო გამოსახულება და უმაღლესი ხარისხი, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს გამოკვლევისათვის. გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას.